საღამოშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიომსმენელებო, დღეს ხუთშაბათია, საღამოა და 6:30-ია და პირდაპირ ეთერშია გადაცემა კრიტიკული აზრი და მე ამ გადაცემის წამყვანი გიორგი ლომია ვიქნები თქვენთან ერთად 50 წუთის განმავლობაში. ამ პერიოდში თქვენ როგორც ყოველთვის შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში, შემომიერთდეთ იმ თემაში, რომელსაც მე წამოვიწყებ, ან შემოგთავაზოთ თქვენთვის უფრო მეტად საინტერესო და აქტუალური თემა. ჩვენი ტელეფონის ნომერი არის 557-88-5588. დაგვირეკეთ, თქვენი აზრი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. მე კი მინდა შევეხო გუშინდელ ამბავს, უბრალოდ წუხელ მოხდა ეს, როდესაც თბილისის მერიამ გაანათა ჩვენი სატელევიზიო კოშკი, დაწმინდაზე გაანათა ირანის დროშის ფერებში. ზოგადად ასეთი რამე ხდება, რა თქმა უნდა, როდესაც სოლიდარობას უცხადებ რომელიმე ქვეყანას რაღაც კონკრეტულ ამბავთან დაკავშირებით, შენ ასეთ რამეს აკეთებ, ეგ ჩვეულებრივი ამბავია და ყველა ქვეყანა ასე იქცევა, მაგრამ როდესაც შენ დღეს ირანის რეჟიმს სოლიდარობას უცხადებ, ცოტა არის, მე მაგალითად სიმართლეს გეტყვით და გამიკვირდა, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს, ამდენი დაღუპულია ირანში, ვიცით რომ ისლამური რეჟიმია და ის რომ 1979 წელს ისლამური რევოლუცია მოხდა და ირანის ხელისუფლება დღეს ამას ზეიმობს, შენ საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანა რანაირად უერთდები ამ სიხარულს, აი ცოტა არ იყოს და მართლა გაუგებარია. ნუ ყოველ შემთხვევისთვის ჩემ ლოგიკაში ვერ ჩაჯდა. შენ დღეს აღიარებ რეჟიმს, აღიარებ იმ დანაშაულს, რომელსაც ჩადის ირანში ირანული მთავრობა, ანუ ირანული რეჟიმი, აღიარებ როგორც პოზიტიურს. ასე გამოდის. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მინიმუმ თავში თუ განცხადებას არ გააკეთებ საწინააღმდეგოდ, თავს მაინც უნდა იკავებდე მხარდაჭერისგან. მე მაგალითად იმის მომხრე ვიქნებოდი, რომ ნეიტრალურ პოზიციაში დარჩენილიყო საქართველო. მე არ მომწონს ის, რაც ხდება ირანში. მე არ მომწონს ის, რომ ირანი, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. კი, გასაგებია, რომ შახის პერიოდში იყო რაღაც ეს დაბრყოლებები და იყო შეზღუდვები, მაგრამ თუ ჩვენ გადავხედავთ დღევანდელ ირანს და გადავხედავთ ფეხლევის მმართველობის პერიოდში იმ ირანს, ჩვენ დავინახავთ, რომ ფეხლევის პერიოდში პირიქით ირანი ნელ-ნელა ხდებოდა სვეტური სახელმწიფო. ანუ ირანში ქალებს მეტი უფლება მიენიჭა, ირანში გლეხს ურიგებდნენ მიწებს, ირანში სწავლის პროცესი უფრო ფართოდ ვითარდებოდა. ანუ ბევრი რამე იყო, რაც მერე შეზღუდა ისლამურმა სახელმწიფომ. და ეხლა მე რა თქმა უნდა ირანელი ხალხის მაგივრად ვერაფერს ვერ ვიტყვი, ჩვენი გაგჭირვებია, ასე ვთქვათ, მაგრამ ზოგადად ვფიქრობ, რომ საქართველო ამ შემთხვევაში როგორც მინიმუმ ნეიტრალური მაინც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ხარდაჭერა ნამდვილად არ იყო საჭირო ამ შემთხვევაში. ზარია ეთერში. რა გისმენთ, ქალბატონო, ისაუბრეთ. ზაგაგების აი რაჭვა მეტიწყო არა აქვს, მეტი არ მოეკითხება და არაფერს და როგორც მოეკითხება, ისე გაანახეს ეს ამბა. ხო, მეტიწყო არა აქვს.
მადლობა ზარისთვის. მაყურებელმა თავისი აზრი გამოთქვა, გასაგებია. ასევე ევროპიდან მოგვივიდა ჩვენ ამბავი, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა თითქმის ერთხმად, წინააღმდეგი იყო მარტო სერბეთი და სლოვაკეთი, გადაწყვიტეს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ პასპორტს და ასეთ პასპორტს ფლობს მხოლოდ ფლობენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებასთან აფილირებულები არიან, ანუ მუშაობენ და ხელისუფლებას წარმოადგენენ და პარლამენტს წარმოადგენენ, ასეთ ადამიანებს მოეხსნათ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი აღარ შეეხება ამ ადამიანებს. ანუ უვიზოდ ეს ადამიანები ვერ შევლენ ევროკავშირის ტერიტორიაზე. ზოგადად ზოგიერთ ადამიანს სანქცია ადევს და ის საერთოდ ვერ შევა ვერც დიპლომატიური პასპორტით და ვერც ვიზას ვერ მიიღებს, მაგრამ ზოგადად უმრავლესობას, დანარჩენ უმრავლესობას ხელისუფლებას გულისხმობ, ისინი ვერ შევლენ ევროკავშირის ტერიტორიაზე, თუკი მათ არ ექნებათ ვიზა და ვიზას მისცემენ თუ არა, ესეც საკითხავია. სავარაუდოდ ალბათ უნგრეთის საელჩო მისცემს ვიზას. მაგრამ ეს ახლა არც გასახარებელია და არც ტრაგედია არ არის მათთვის, იმიტომ რომ ახლა როგორც ზოგიერთმა პარლამენტარმა თქვა, რომ ევროკავშირში რა პრობლემაა, მანამდე დავდივდით ვიზით და ეხლა ვივლით ვიზით, ჩვენთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, როცა ბევრი ფული გაქვს და საზრუნავი პრაქტიკულად არაფერი არ გაქვს, ბუნებრივია შეიძლება საერთოდ ევროკავშირზეც არც იფიქრო და სხვაგან წახვიდე დასასვენებლად მაგალითად. მაგრამ თუ ვიზა ლიბერალიზაცია შეუწყდება საქართველოს და უკვე დაზარალდება ჩვეულებრივი მოსახლეობა, ეს რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში იქნება სერიოზული დარტყმა იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩადიან ევროკავშირის ტერიტორიაზე, მუშაობენ და ბრუნდებიან უკან. რამდენადაც მე ვიცი, სტატისტიკურად სავიზო რეჟიმი არ დაურღვევია ბევრს. რამოდენიმემ დაარღვია, მაგრამ ძირითადად ადამიანები იცავენ სავიზო რეჟიმს, ჩადიან, 3 თვე მუშაობენ და მერე ბრუნდებიან უკან. რაღაც ფულს შოულობენ. და ეს ის ფულია, რომლითაც ის ადამიანები ოჯახს არჩენენ, იმიტომ რომ აქ სამუშაო ვერ იშოვეს, აქ ვერ მოიძებნა მათთვის სამუშაო ადგილები. არ შეუქმნია ხელისუფლებას სამუშაო ადგილები, არ უზრუნია ამაზე, არც აპირებს ზრუნვას და პირიქით გეუბნება, ვისაც რამე თუ არ მოსწონს, დატოვეთ ჩვენი ქვეყანა. ზარია ეთერში. მოგესალმებით, ბატონო გიორგი. მოგესალმებით. ბატონო გიორგი, პირადად ჩემი შეხედულება, ირანის მიმართ იქნება ასეთი, ყველას საკუთარი შეხედულება აქვს და ამ ჟესტს ირანი თუ მიგვიღებს მეგობრულად, ხვალდაზე რა იქნება, ხო ძალიან რთულია წინასწარ მოვლენების პროგნოზირება, ძალიან თუ მდგომარეობაში არის ირანი მუდმივად ამერიკასთან და ღმერთმა ნუქნას, მაგრამ თუ რამე მოხდეს, მათ შორის თუ გამძაფრდა პოლიტიკური მდგომარეობა და თუ ძალიან გართული და ძალიან ომიორო რომ მოხდეს, ჩვენს მიმართ თუ ესენი იმას მიიღებენ როგორც მეგობრული ჟესტი, ალბათ არ იქნებიან გაბრაზებული და იქნება ამან დადებითად იმოქმედოს. მაგრამ გასათვალისწინება ისიც, რომ მეორე მხარეც არ გაგვიბრაზდეს და აქ ძალიან ხო სიფრთხილით უნდა მოვეკიდოს ერთსაც და მეორე მხარესაც, რომ არც ერთი არ გაგვინაწყენდეს და არც ერთი არ იყოს ჩვენს მიმართ გაბრაზებული და ამიტომაც ვთქვი, არის საჭირო და ამიტომაც ვთქვი, რომ ჩვენთან ახლო არის ნეიტრალური პოზიცია უნდა დაგვეკავებინა, ეგ ვთქვი ზუსტად. ომი რო დაიწყოს და მე თუ დადრო იმოქმედებს, ეს ხო უარესი იქნება. თქვენ გესმით ჩემი? კი ბატონო. კი, მე თავიდან გადაცემის თავშივე ვთქვი, რომ
საქართველოს არ მომისმენი ახლა ჩავ. კი ბატონო, საქართველოს ნეიტრალური პოზიცია უნდა დაეკავებინა. კი ბატონო. ეს იქნებოდა სწორი პოზიცია. მით უმეტეს არაფერი არ გაუკეთებია ეხლა ისეთი საქართველოს, რომ თქვა რაღაცით უშველა ირანს და ან ირანის მთავრობას. გაანათა უბრალოდ აი მაგალითად ისრაელის საელჩომ გააკეთა განცხადება. ცუდი განცხადება გააკეთა ამ ფაქტთან დაკავშირებით. კი, ახლა ბუნებრივია რომ შეერთებული შტატებიც რაღაც განცხადებას თუ არ გააკეთებენ, პოზიციას მაინც დაიკავებენ, ხო? ანუ არა სასიკეთოს ჩვენთვის, ასევე ევროპელებიც. ამას კიდევ ერთხელ ვამბობ, რატომ ვაკეთებთ ისეთ რაღაცას, რითაც ჩვენ ვაღიზიანებთ ძირითად, ანუ ცივილიზებულ სამყაროს, უბრალოდ ვაღიზიანებთ და ამით ჩვენ არაფერს არ ვიგებთ. აი თქვენ ახლა თქვით, რომ ომი თუ დაიწყება, შეიძლება ჩვენზე გაბრაზებულები არ იყვნენ, არ იქნებიან ირანელები თუ ამ ჟესტს, თქვა, დადებითად აღიქვამენ. კი, მაგრამ თქვათ არ აღიქვეს და ჩვენზე გაბრაზებულები არიან რაღაცის გამო. რას იზავს ირანი ომი რომც დაიწყოს? აი რა შეუძლია ირანს რომ გააკეთოს? როგორ შეუძლია ირანს რომ ჩვენ გვავნოს მაგალითად? თუ მას ომი ექნება ისევ ისრაელთან, ან თუნდაც ამერიკა თუ რაღაც იერიშს მიიტანს. აი რას იზავს? სასონხეთს გადაახტება და შემოვა საქართველოს შემოიყვანს ჯარს თუ რას იზავს? ვერაფერს ვერ იზავს. ვერაფერს ვერ იზავს. მაინც მეგობრულად რო ვიყოთ ხო ჯობია. ეს სხვა მომისმინეთ, ეგ სხვა საკითხია. არავინ მე ყოველთვის ვამბობ რომ ყველასთან უნდა ვიმეგობროთ, ყველასთან. აი ზოგი რო გამოდის, ხო ჩვენ გვინდა მარტო ევროპელები და ან ამერიკელები და დასავლეთთან გვინდა რუსეთი გძულს და ზოგი ამბობს არა რუსეთთან უნდა ვიყოთ და ევროპა გძულს და ასე შემდეგ. არა, არ უნდა გძულდეს. აი ჩვენ ხო ყოველთვის ვცდილობთ რომ ლოგიკურად აუხსნათ ჩვენს მოსახლეობას რომ როდესაც შენ ერთ მხარეს რომელიმე მხარეს დადგები ეს უკვე იმას ნიშნავს რომ შენ მეორე მხარეს უპირისპირდები და ეს დაპირისპირება ისეთ ქვეყანას როგორიც არის საქართველოს სიკეთეს არ მოუტანს მაგრამ საქართველოს შეუძლია ყველასთან ნორმალური ურთიერთობა გქონდეს დაბალანსების პოლიტიკა გვაკლია. აი ეგ არის ყველა დაბალანსების საგარეო პოლიტიკა ჩვენ სერიოზულად გვაკლია. გვაკლია რა არ არსებობს, მოდით პირდაპირ ვთქვათ. როცა ჩვენ ოქროშუალედი არა გვაქვს. როცა ჩვენ აუცილებლად უნდა გქონდეს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, აუცილებლად. როცა ჩვენ უნდა გქონდეს კარგი ურთიერთობა ასევე დასავლეთთან, ესეც აუცილებლად. ირანთან, თურქეთთან, ყველასთან ნორმალური ურთიერთობა ბუნებრივია, კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ როდესაც შენ, აქ საუბარი რაზეა, უყურეთ, როდესაც შენ იცი, რომ ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოსახლეობა დაღუპულია ირანში. ძალიან ბევრი. ანუ უკვე არ ერიდება ხელისუფლება და ხრიტავს ხალხს ფაქტიურად ქუჩაში და შენ სოლიდარობას უცხადებ. ამას, ცივილიზებული ქვეყანა, ცივილიზებული სამყარო ამას ვერ გაიგებს. ჩვენ ვერ ვიგებ, მე მაგალითად ვერ ვიგებ. რა საჭირო იყო? თანაც ამბობენ, რომ ჩვენ ირანის საელჩომ გთხოვა და გავანათეთო. რას ნიშნავს ირანის საელჩომ გთხოვა? აი, ესეც არ მესმის. თუ პოლიტიკურად შენთვის მომგებიანი არ არის, ყველაფერზე ყოველთვის შეგიძლია ნეიტრალური პოზიცია გამოთქვა და თქვა, რომ უკაცრევად, მაგრამ ამ შემთხვევაში მოდი ჩვენ აი ნეიტრალურად ვიქნებით რა, არც პოზიტიურ განცხადებებს ვაკეთებთ, არც ნეგატიურ განცხადებებს ვაკეთებთ. ვართ ნეიტრალური. ბატონ გიორგი, აი რუსეთთან მიმართებაში ჩვენგან ხო განაწყებული იყო ევროპა და დასავლეთი. ვერ კიდევ ერთხელ აი რუსეთთან მიმართებაში რომ სანქციას არ შევერდა საქართველოს ხო განაწყენებული იყო ევროპა და თითქმის მთელი დასავლეთი და აი ჩვენ ხო ჩვენთვის ხო წამგებიანი იყო რუსეთთან სანქციების შეერთება ამით ჩვენ უფრო ვიზარალებდით ჩვენი პროდუქტები ხო შაქ რუსეთის ტერიტორიაზე რაღაცა და ჩვენ ვიზარალებდით რუსეთზე მეტად აი ახლა მე აგიხსნით თქვენ პირველი რაც მინდა გითხრათ, რასაც გეუბნება ხელისუფლება, ყველაფერი სიმართლე კი არ არის. ევროპა კი არ იყო განაწყენებული ჩვენზე და
ამის გამო რამე სანქციები ჩვენს წინააღმდეგ კი არ შემოიღო. ჯერ ერთი ევროპა თვითონ ევროპა არ მოგვიწოდებდა გინდა თუ არა სანქციებს შეუერთი. ამას აკეთებდა უკრაინა და უკრაინელი პოლიტიკოსები აკეთებდნენ ამას. რომ საქართველოს უნდა შეუერთდეს, საქართველოს უნდა შეუერთდეს. ევროპის არც ერთმა მაღალჩინოს და პრიბალტიკის ქვეყნების რამოდენიმე დეპუტატმა გააკეთა. ოფიციალური განცხადება ევროპის მხრიდან არასოდეს არ გაკეთებულა. ოფიციალურ განცხადებაში გულისხმობ ევროკავშირის მმართველ ელიტას. ანუ მათი მხრიდან არასოდეს არ გაკეთებულა განცხადება, რომ საქართველოს უნდა შეუერთდეს სანქციებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ განცხადებებს აკეთებდნენ რადას დეპუტატები, ანუ უკრაინის დეპუტატები და პრიბალტიკის ქვეყნების დეპუტატები. ისეთი დაბალი დონის, მოდი ასე ვთქვათ, პოლიტიკოსები, რომლებიც სულ ყვირიან რაღაც სისულელებს და აჟიტირებას იწვევენ ხოლმე ამ პოლიტიკურ ველზე. ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ არ შეუერთდით და არც შეუერთდებოდით. ბუნებრივია. ვინც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში, ბუნებრივია ამ სანქციებზე შეერთება არ შეიძლებოდა. ზოგადად უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფო იმართება შემდეგნაირად. ყველაფერი რაც პოზიტიურია ჩვენი ქვეყნისთვის, პოლიტიკურად რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და მომგებიანი, ამას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო და სახელმწიფოს მმართველობა. ხელისუფლება. რაც არ არის მომგებიანი ჩვენი ქვეყნისთვის, ამას არ უნდა აკეთებდეს. ეხლა თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ვინმე განაწყენდება, შეიძლება განაწყენდეს ზოგადად, მაგრამ ოფიციალური განცხადება ამის წინააღმდეგ არასოდეს არ გაკეთდება და რატო? არ შეიძლება ვინმე გთხოვოს, რომ შენ უნდა დააზარალო შენი ქვეყანა, ოფიციალურ განცხადებას ვამბობ. ვერავინ ვერ გააკეთებს, რომ შენ უნდა დააზარალო შენი ქვეყანა იმისათვის, რომ ჩვენ თქვათ, კარგად ვიყოთ, ან ერთად ვითომ გავიმარჯვოთ ვიღაცას და შენც უნდა მიიღო ეს ზარალი. ამ განცხადებას ვერავინ ვერ გააკეთებს. მით უმეტეს როცა ევროკავშირში, სადაც ერთ ხმად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას თუ კი ეს ევროკავშირს ეხება, იქაც კი განხეთქილებაა და იქაც კი სხვადასხვა აზრი მუსირებს. და შენ ვინ დაგაძალებს საქართველოს, რომ გინდა თუ არა შეუერთი სანქციებს, გინდა თუ არა გახსენი მეორე ფრონტი და ასე შემდეგ. და ამის რო ამბობ ზოგიერთი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომ ვითომ ამის გამო გაგვინაწყენდა ევროკავშირი და დაგვედო რაღაც სანქციები. ეს ყველაფერი არის ტყუილი. ამის გამო სანქციები არავის არ დაუდვია. სანქციები დაიდო არადემოკრატიული ფორმის გამოვლენაში. სანქციები დაგვედო იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა არჩევნების გაყალბებაში. და სხვადასხვა მსგავსი ფაქტი და კონსტიტუციაც ფეხქვეშ გათელა. ანუ ამის გამო დაგვედო სანქციები. ამის გამო ევროკავშირი იმის გამოც ბუნებრივია დაგშორდა დასავლეთი, რომ განცხადება გააკეთა ხელისუფლება, რომ წყვეტს ურთიერთობას 28 წლამდე წყვეტს ურთიერთობას ევროკავშირთან ფაქტიურად. ბატონო გიორგი. დიახ. აი, უნგრეთს განსხვავებული ევროპის სხვა ქვეყნებთან ხო სრულიად განსხვავებული მიდგომა აქვს ამ საკითხზე და მაინც და მაინც უნგრეთს არავინ არ ჩაგრავს ამის გამო. აი, ზუსტად ამას გეუბნებით. ამას ვამბობ ზუსტად, რომ არც თქვენ არავინ არ დაგჩაგრავს, როცა განსხვავებული აზრი გექნებათ. მთავარია დემოკრატიის ფარგლებში იმოქმედოთ. თქვენ ყოველთვის დაისჯებით, თქვენ ვინ, გასულ ჩვენ საქართველოს დაისჯება დაისჯაში რას ვგულისხმობ. ევროკავშირი, ამერიკა სანქციებს შემოიღებს საქართველოს მიმართ იმ შემთხვევაში, თუ კი არადემოკრატიული პროცესები განვითარდება საქართველოში. თუ კი შენ უბრალოდ ამბობ, რომ თქვა, ჩვენ არ მივცემთ საშუალებას, რომ მაგალითად ჩაიაროს LGBT აღლუმმა რუსთაველის გამზირზე. ამის უფლებას არ მივცემთ. ამის გამო არავინ არ დაგჯის და არც გჯის. ეს არის მითი, რომ ჩვენ გვაიძულებდნენ და რო არ შევასრულეთ, აგერ ჩვენ ახლა მაგის გამო არავინ არ გჯის. არიან აპოლოგეტები ამ საქმის, ვისაც უნდა და ვინც ცდილობს, რომ დაიცვას მათი პოზიციები და უნდა რომ ვითომ აღლუმი ჩაატარებინოს საქართველოში, მაგრამ თუ ეს ქართულ ხალხს არ სურს, ეს არ მოხდება. და ხელისუფლებამ ეს მშვენივრად იცის.
და ეს ყველაფერი კანონით რეგულირდება. ამის გამო არსად არც ერთ ქვეყანაში არავინ არ დაჟილა, რომ ეს მიუღებელი იყო. ბატონო გიორგი. დიახ. აი, წარსულში ჩვენ ხო არაერთხელ ვიზარალეთ იმის გამო, რომ აი რუსეთთან ომში მე 2008 წლის იმას ვიხსენებ. იყო ბევრი იყო ქვეყნები, რომლებმაც წააქეძა საქართველოს და ისინი საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ კი არ მოქმედებდნენ, გამოდის რომ საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდნენ და აქ ჩვენ ვიზარალეთ ყველაზე მეტად და იმათმა რა ამის გამო ჰაერში თქვეს რამდენი სიტყვა, მაგრამ ეს ჩვენ საქმე რეალურად რამეს ვიკეთებთ? ჩვენს გვერდით ხო არ იდგნენ, არავინ არ იდგა. ბატონო ჩემო, და ჩვენი გულისთვის მაინც და მაინც თავს ზედმეტად არავინ არ იწყობს. არა, მე უბრალოდ ვერ ხვდები საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ. ბატონო, მე ვერ ხვდები რა კავშირშია ის რაზედა ჩვენ ვსაუბრობ და იმ არა, იმამბებთან დაკავშირებით. შეგახსენეთ, რომ ჩვენ სასარგებლოდ არც ევროპა მოქმედებს. და ვინ ამბობს რომ ვინმე იმოქმედებს ჩვენს მე ზუსტად ამას გეუბნებით რომ ჩვენ ყველასთან უნდა გქონდეს კარგი ურთიერთობა და პირველ რიგში უნდა მოქმედებდეთ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. პოლიტიკურად მომგებიანი თუ რამე არ არის, ქვეყანამ ამაზე უარი უნდა თქვას. თუ მომგებიანია, მაშინ თანხმობა უნდა თქვას. სულ ამას ვამბობ. რამე საწინააღმდეგო გითხარით? თქვენ ახლა იხსენებთ დასავლეთმა წაგვაქეზა 2008 წელს და მე მიგვატოვა მხოლოდ განცხადებებს აკეთებდა დასავლეთი. დასავლეთს აწყობდა საქართველოს რუსეთის ომი და წაგვაქეზა აქ კიდე ჩვენ გვყავდა ხელისუფლებაში ხალხი, რომელიც ყველაფერს ასრულებდა, რასაც მათ ეთქვიან და დაიწყო ომი რუსეთთან. ვიზარალეთ ჩვენ, ბუნებრივია, მაგრამ თუ დასავლეთს ეს აწყობდა, დასავლეთმა ეს გამოიყენა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვისი ბრალია? ჩვენი ბრალია. რა, ჩვენ რო უარი გვეთქვა ომზე, რამის გვიზავდნენ? აი ისმის კითხვა. ჩვენ რა უარი რო გვეთქვა, რომ არა, ჩვენ ვერ დავიწყებთ ომს, იმიტომ რომ საქართველოს არ აწყობს ახლა რუსეთთან ომი. რა, ამერიკა იტყოდა რომ მაშინ ჩვენ ომს დაგიწყებთ ან სანქციებს შემოვიღებთ, თუ ევროპა გვეთყოდა რომ სანქციებს შემოვიღებთ, რადგან თქვენ არეუმებით რუსეთს. ვინმე რამეს გვეთყოდა? არავინ არაფერს არ გვეთყოდა. პოზიცია, ხელისუფლების. ხო, აყვა ჩვენი მაშინდელი მთავრობა. ნუ რა ვქნათ, აი ესეთი მთავრობა გვყავდა ჩვენ. დღეს ჩვენ მთავრობა გვყავს, რომელიც მაგალითად უერთდება ირანის რეჟიმს და ანათებს აფერადებს სატელევიზიო ანძას ირანის დროშის ფერებში. ხვალ სხვა მთავრობა გვეყოლება, რომელიც ან სისულელეს ჩაიდენს, ან პირიქით ააშენებს და აყვავებს ქვეყანას. არ ვიცი, იმიტომ გეუბნებით, რომ მე გეუბნებით, როგორი უნდა იყოს ხელისუფლება. და კიდე ასევე გეუბნებით, რომ ვერც ერთი ქვეყანა, ვერც ერთი კავშირი, ევროკავშირი იქნება თუ სხვა რომელიმე ან თუნდაც შეერთებული შტატები არ გაგინაწყენდება არც ერთი ქვეყანა ჩვენზე, არ გაგვინაწყენდება ჩვენზე, თუ ჩვენ არ შევასრულებთ იმას, რაც ჩვენს ინტერესებში არ, რაც ქვეყნის ინტერესებში არ არის. ამის გამო კიდევ ერთხელ ოფიციალურად არავინ არ გაგინაწყენდება. მაგრამ თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა იქნებიან ისეთი ელემენტები, პოლიტიკური ელემენტები, როგორიც არიან, თქვათ, პრიბალტიკაში, ან თუნდაც სხვა ქვეყნებში რაღაც დეპუტატების დონეზე გაკეთდება განცხადებები, მოწოდებები, სანქციების შემოღების მიმართ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არ ნიშნავს ოფიციალურ პოზიციას ევროკავშირის ან შეერთებული შტატების. და შენ როდესაც დღეს ამბობ, რომ მე მიკავია ნეიტრალური პოზიცია. ამას ყველა აღიქვავს ნორმალურად, იმიტომ რომ დადებითად ვერ აღიქვავ შენ იმ მოვლენებს, რაც ხდება ირანში და უარყოფითად შენ რო უარყოფითი პოზიცია დაიკავო, ნუ ბუნებრივია გეშინია რომ დაგეძაბება ურთიერთობა თვითონ ირანთან და ეს შენ არ გჭირდება. გასაგებია ეს ყველაფერი, ამიტომ უნდა გეკავოს ნეიტრალური. მაგრამ როდესაც შენ სოლიდარობას უცხადებ ისლამურ რევოლუციას. აი, აქ უკვე ეს არ ჯდება იმ ლოგიკაში, რა ლოგიკაც პრინციპში, რა ლოგიკითაც უნდა ხელმძღვანელობდეს ჩვენი ხელისუფლება. ნუ ეს არის
ჩემი სუბიექტური აზრი შეიძლება ვინმე არ ეთანხმებოდეს ამას. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ ზარისთვის. მადლობა თქვენ. კი ბატონო, დაგვირეკეთ. ჩაგვერთვეთ თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გვირეკავს მაყურებელი, შემოუშვით. გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ. დიახ, ისა ბალოგები თქვენ ბანით რომ ცუდად მესმის. თქვენ ბანით ეხა რომ დასავლეთი არაფერს დაგავალდებულიეთ ხო რამე ანუ ჩვენ შეგვიძლია თავისუფალი ისინი იტყვიან და ჩვენ გვაქვს თავისუფლება არ შევასრულოთ. არა, თქვენ არასწორად გაიგეთ. მე ეს ვთქვი, მაგრამ ვთქვი სხვა კონტექსტში. თუ ჩვენ გვაქვს მოწერილი ხელი, მაგალითად, ასოცირების ხელშეკრულებაზე გვაქვს ხელი მოწერილი, ხო ასეა? აი, იქ რაც წერია, თუ ამას არ ვასრულებთ, უკვე ამას ითხოვს ევროკავშირი, ვინაიდან ხელი გვაქვს მოწერილი კონკრეტულ პუნქტებზე, რომელსაც ჩვენგან რომლის შესრულებასაც ჩვენგან ელოდება ევროკავშირი. ეგ სხვა თემაა. მე ვამბობ ისეთ რამეს. კი. იქით რამინდა კითხოთ რა. თქვენ ხავ ჯანეთ რომ ომში ჩვენ არ უნდა შევსულიყავით, მათ კი უნდათო ესარგებლათო ისარგებლეს ამიტომ დაახლოებით ესე თქვით თუ როგორ ჯანეთ? არა, მე ვთქვი რომ ჩვენ შეგვეძლო არ დაგვეწყო ომი 2008 წელს. ანუ ვინმე თუ რომც ვინმე გეუბნებოდეს და გაკეზებდეს, მით უმეტეს თქვენ უნდა გახსოვდეთ ამერიკის ელჩის ინტერვიუ მაილსი იყო მაშინ ელჩი თუ გახსოვთ და მან მისცა ინტერვიუ ერთ-ერთ ტელეარხს და თქვა რომ როდესაც ბუში იყო ჩამოსული, ეს იყო 10 მაისი 2005 წლის, როდესაც იყო ჩამოსული საქართველოში, ბუში და კონდოლიზა რაისი შეხვდნენ სააკაშვილს იჯნა და მან დიჯდა ასევე ელჩიც ბუნებრივია იმ შეხვედრაზე იმყოფებოდა. და როდესაც სააკაშვილმა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ აპირებდა სამხედრო მოქმედებას ცხინვალის ტერიტორიაზე, ბუშმა პირდაპირ უთხრა, რომ არ დაიწყო, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ჩავერევით ამ კონკრეტულ საკითხში. და მიუხედავად ამისა, 3 წელიწადში სააკაშვილმა მაინც გააკეთა ის, რაც გააკეთა. ანუ ის რომ ვიღაცა გვაქეზებდა, ყოველ შემთხვევისთვის შეერთებული შტატების პოზიცია ჩვენთვის ცნობილი იყო. ვინაიდან აგერ, ელჩმაც თქვა და კიდე სხვებმაც დაადასტურეს პრინციპში, რომ ასეთი პოზიცია ჰქონდა შეერთებულ შტატებს, რომ საქართველოს ომი არ უნდა დაეწყო, სამხედრო მოქმედება არ უნდა დაეწყო, ვინაიდან ისინი ვერ ჩაერეოდნენ ფიზიკურად ამ კონფლიქტში. ვინმე ევროპიდან გვაქეზებდა ოფიციალური განცხადებები მე არ მახსოვს, ალბათ რაღაცა ჩუმად თუ ვინმე ურეკავდა სააკაშვილს და ეუბნებოდა რომ დაიწყე სამხედრო მოქმედებები დაიწყე, არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ სააკაშვილს თავისუფლად შეეძლო რომ ეს არ გაეკეთებინა. აი ეს გასაგებია, მაგრამ იგივე სააკაშვილის ამ მიმართებაში, როცა 27-მა ქვეყანამ ევროკავშირის და მოგთხოვა მისი გამოშვება, ხო იყო ეგეთი ბატონო გიორგი? როგორ? ანუ 27-ვე ქვეყანამ ევროკავშირის და მოითხოვა ჩვენგან ჩვენ მთავრობას. ეხა ულტიმატუმს ვერ დავაქო, მაგრამ უნდა გამოუშვათ სააკაშვილი, ხო ითქვა ეს სიტყვები? კი არა, 27 ქვეყანას ეს განცხადება არ გაუკეთებია. რამდენია წევრი 27 არ არის, ევროკავშირის ერთობლივი წერილი კი არ იყო, კაცო. ეს იყო რამოდენიმე პოლიტიკოსის ერთობლივი წერილი. არა, მე როგორც იცი ოფიციალური სახელმწიფო დაჟე არის იმიდან რომ ჩამოვიდა პოლონეთის იმან
რომ რაღაც წინდაში რო ჩანდო არა, თქვენ ამბობთ, რომ პასეს ხდომაზე, ანუ პასეს ხდომაზე გაკეთდა განცხადება დემოკრატიასთან დაკავშირებით და პლუს სააკაშვილის გამოშვების მოთხოვნა. მე ამდენად ნორმალური, ანუ დასავლეთი როცა ასე რაღაცებს გთხოვს. ხო, მაგრამ ჩვენ სწორია, ჩვენი ნაბიჯობა, იცით ვიცი შენიშნამი და შენიშნა არა მე მეკითხება მაგას მე მგონი დასავლეთის მომხრეების და ევროკავშირის მომხრეების ნიშა უკვე შევსებულია და თქვენი პარტია როცა ამ მხარეს მირჩევს მაგის მე მგონი ერთ-ერთი მიზეზი არის თქვენ დამირჩეველი დატოვება და მithumetes თქვენ მე არ მესმის რას მეუბნებით არ მესმის ძალიან ცუდად ისმის დაუწიეთ ტელევიზორს თქვენ ბრძანეთ ევროკავშირში გაუთავარებენ და თქვენ როცა ევროკავშირისკენ მიდიხართ თქვენ ამომრჩეველსაც კარგავთ იმიტომ რომ ეგ ნიშა შევსებულია ძალიან ბევრ მედასავლეთე პარტია. ჩემო კეთილო ადამიანო, ერთი რამე უნდა გესმოდეთ, რომ ჩვენ ევროკავშირის მიმართულებით კი არ მივდივართ. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველასთან უნდა გქონდეს ნორმალური ურთიერთობა. მე არ ვცდილობ მაგალითად მოვიზიდო ამომრჩეველი, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მოსწონთ ის, რასაც ჩვენ ვამბობთ. ჩვენ ვცდილობთ ის უთხრათ, რაც ჭირდება ჩვენს ქვეყანას. აი თქვენ ახლა დააკვირდით, გვეუბნებით რომ ხო არიან მედასავლეთელები, ხო ანუ ვინც დასავლეთს მხარს უჭერს და არიან ერთ მხარეს და არიან თქვათ ვინც უჭერს ვითომ რუსეთს მხარს და არიან მეორე მხარეს. აი ახლა თქვენ მე მითხარით, ქვეყანა არის გაყოფილი ორ ნაწილად. ერთს ყავს თავისი ამომრჩეველი, მეორეს ყავს თავისი ამომრჩეველი. ახლა ისმის კითხვა, რომელი იქნება უმრავლესობით? აი ისმის კითხვა, რომელი იქნება უმრავლესობით? ანუ დასავლეთს ვინც მხარს უჭერს, ისინი იქნებიან უმრავლესობით თუ რუსეთს ვინც უჭერს მხარს, ისინი იქნებიან უმრავლესობით. ან საერთოდ ზოგადად რა გამოდის თქვენი ლოგიკით, რომ რომელიღაცა მხარეს უნდა იყო. იმიტომ რომ თუ მე ახლა ვამბობ რომ ყველასთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობა, იმიტომ რომ ქვეყანას ასე ჭირდება, თქვენ მეუბნებით, იცით რა არის? თქვენ მაგალითად აი ახლა რადგან მეუბნებით რომ ევროკავშირთანაც კარგი ურთიერთობა უნდა მქონდეს, თქვენ კარგავთ ამ მომრჩეველს, იმიტომ რომ თქვენ რო ადრე ამბობდით, უბრალოდ თქვენ რომ გეთქვათ, რომ რუსეთთან უნდა მქონდეს მარტო ურთიერთობა, მაშინ ჩვენ გამოყვებოდით. მე არ ვცდილობ ვინმე შეცდომაში შევიყვანო. და შეცდომაში შეყვანა არის ზუსტად ის, რომ დასავლეთის მხარდამჭერი გეუბნება, რომ მარტო დასავლეთთან უნდა იყო და რუსეთი ყოველთვის გატყუებს და რუსეთთან ურთიერთობა არ შეიძლება, ისევე როგორც რუსეთის აპოლოგეტი გეუბნება, რომ მარტო რუსეთთან უნდა იყო და დასავლეთისგან ყველაფერი მთელი სიცუდე და ჭუჭყი შემოდის დასავლეთიდან და მას საერთოდ უნდა გავემიჯნოთ და მასთან სიახლოვეში არ უნდა ვიყოთ. ისიც გატყუებს და ესეც გატყუებს. და რატო ვერ ხვდებით, რომ მხარე, მე გითხარით, მხარე არ უნდა იყო. საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა პოზიციონირებდეს და მოქმედებდეს. საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და როდესაც შენ მხარე ხდები, მაშინ შენ პირველ რიგში შენ ხო რომელიღაც შენ ორ ძალთა თუ სამ ძალთა ცენტრ შორის უნდა აღმოჩნდე. როდესაც ხარ ნეიტრალური და ყველასთან უნდა აბალანსო ურთიერთობა. მაგრამ როდესაც მხარე ხდები, მაშინ ჯერ ერთი შენ უკვე გიჩნდება მოწინააღმდეგე, ანუ ეს ის ძალა, რომელსაც შენ ფაქტურად ეწინააღმდეგები, იმიტომ რომ ვიღაცის მხარეს დადექი და რაც მთავარია, შენ ინტერესს კი არ იცავ მერე უკვე. შენ პირველ რიგში იცავ იმ ძალის ინტერესს, რომელიც დგას შენს უკან. და ყველგან ცდილობ მის პროპაგანდირებას. რაც შენს ინტერესებში არ უნდა შედიოდეს. იმიტომ რომ როდესაც შენ მუდმივად ცდილობ პროპაგანდა გაუწიო იმ ვითომ და სიკეთეებს, რომელსაც გაძლევს ის ძალა, რომელიც შენს უკან დგას, შენ საკუთარ სიკეთეებს კარგავ. და ზუსტად მან დიკარგება შენი სუვერენიტეტი. შეგიძლიათ მეც მათქმევინოთ? დიახ, რა თქმა უნდა. აი ახლა 90% თქვენ საუბრობთ მონოლოგის რეჟიმში და მე საერთოდ არც მოგისმენია ფაქტობრივად ჩემთვის რა. ვინ თქვა, მე არასდროს არ ვამბობ, ჩვენ ყველასთან უნდა გქონდეს ურთიერთობა, ამერიკასთან სრული დამოკიდებულება შეიძლება უბრალოდ დამანგრეველი აღმოჩნდეს ჩვენთვის. უნდა გქონდეს ევროკავშირთან ურთიერთობა და რუსეთთან.
ჯერ თქვენ როდესაც ამოთ ნეიტრალიტეტს იცავთ ნეიტრალური ქვეყანა როგორ შეიძლება ტერიტორიები დაკარგოთ აი დღეს რო ჩვენ დამოვაწყოთ ნეიტრალიტეტი ტერიტორიები და დაკარგული ეგ რეალურად როგორ ხდება შეგიძლიათ მითხრათ და როგორ არის დაკავშირებული ქვეყნის ჩვენ ვერ შევძლებთ მაგას გამოვიწყული არა ერთი წამით ქვეყნის სტატუსის ფორმა როგორ არის დაკავშირებული ტერიტორიებთან ანუ ის რომ ტერიტორიები ერთი წამით ის რომ ტერიტორიები ოკუპირებულია ნეიტრალური პოზიცია ექნება ქვეყანას თუ არა ნეიტრალური ოკუპირებული იქნება ტერიტორია ორივე შემთხვევაში როგორ შეაპირებთ იმის დაბუნება თუ ნეიტრალიტეტი ვაცხადებთ ამით ჩვენ რეგულებით იმას რომ დავკარგეთ ეს ტერიტორია ანუ ნეიტრალიტეტის გამოცხადების შემდეგ ჩვენ ვერავით იდეაში ვერავით სამხედრო მოქმედებას ასე ვეღარ მივიღებთ ეს იმას იშავა ჩვენ ვეგუებით ამიტომ ერთი წამით თქვენ გესმით რა არის ნეიტრალიტეტი როგორ არ მეცი აბა თქვენი აზრით ნეიტრალიტეტი რას ნიშნავს ნეიტრალიტეტის დროს თქვენ არ ახავთ მიხობილი რომ არ შეგიხათ არც სხვა ქვეყნის ბლოკში რომელიმე სამხედრო ბლოკში და თქვენ სამხედრო გზით არაფერ ვერ ახერხებთ რამის ან დაბრუნებას ან ვინმე რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ რამე სამხედრო მოქმედების განვითარებას დაახლოებით ასე მესმის და აქ სად ამ მომენტში კი ბატონო და აქ სად დაინახეთ თქვენ აღიარება ოკუპირებული ტერიტორიების. ვიტყვით, აი დღეს რომ ჩვენ დავიკრიბოთ მთელი ან კონსტიტუციური უმრავლესობას გქონდეს და გადავწყვიტოთ რომ ქვეყანა მიიღო ნეიტრალიტეტის გადაწყვეტილება, ხო? ანუ რა გამოდის, დაჟე რომ დავგვთავაზოთ თურქეთით, დავგვთავაზოთ რუსეთით, ანუ რა გამოდის, ჩვენ აღიარებთ ტერიტორიებს, ვიტოვებთ რუსეთს, აი მო ტერიტორიას და რატომ აღიარებ მეთქი მაგას ვერ ხვდები, რატომ ვაღიარებ? აბა რა ნეიტრალიტეტის გამოცხადების დროს რატომ უნდა აღიარო ტერიტორიები დაკარგულად? აბა როგორ გამოაცხადე მაგ ამ ტერიტორიასთან დამოკიდებულება რა გვაქვს ჩვენი ხო უნდა დააფიქსიროთ. ანუ აფხაზეთ რა სტატუსი აქვს ჩვენ? რა სტატუსიც დღეს აქვს აფხაზეთ ის სტატუსი ექნება ნეიტრალიტეტის დროს რა კავშირშია მეთქი მაგას ვერ ხვდები. მერტოჩევა მასის სამუდამოდ კარგავთ ანუ შეხდები ნეიტრალი. ანუ ერთი წამით თქვენ ფიქრობთ რომ თუ ანუ თქვენი ლოგიკით და თქვენი ცოდნით ამ შემთხვევაში თუ ჩვენ ვაცხადებთ ნეიტრალიტეტს ჩვენ ვკარგავთ უნდა ვაღიაროთ აფხაზეთი დაკარგულად. ეგრე გამოდის ანუ შენ ნეიტრალიტეტი როგორც ნატოში ვერ შევა ეხა ქვეყანა როცა ტერიტორიული პრობლემა აქვს ასევე ნეიტრალიტეტი ანუ დემარკაცია უნდა მოხდეს ხაზი. ჩვენ როგორც ისე ერთ-ერთი ქვეყანა თურქეთია ვიქანაც დემარკაცი დაანჩენი ახალგად ხო? ანუ თქვენ თუ ამბობთ ნეიტრალიტეტი ანუ რა ფარგლებში შედის ქვეყანა ნეიტრალიტეტი ეს ხო უნდა დააფიქსიროთ ხო? ნეიტრალიტეტის მომისმინეთ. ნეიტრალიტეტის დროს არც დელიმიტაცია და არც დემარკაცია არ ხდება. ჩვენი ქვეყანა არის გაეროს მიერ აღიარებული იმ საზღვრებში, რა საზღვრებში თავის დროზეც ის აღიარეს. დღეს გაერო ასევე აღიარებს აფხაზეთს და ცხინვალს ოკუპირებულ ტერიტორიებად. ჩვენ რომ გამოვაცხადოთ ნეიტრალიტეტი, ის ტერიტორიები რჩება იგივე სტატუსის ქვეშ, რა სტატუსის ქვეშაც არიან დღეს. არანაირად არ მოქმედებს ნეიტრალიტეტი იმ ტერიტორიებზე. ნეიტრალიტეტი ერთადერთი სამუდამო ნეიტრალიტეტს არავინ არ აცხადებს. აქ საუბარია 10 ან 15 წელზე ვთქვათ. ეხლა რაც შეეხება თქვენს ნათქვამს, ანუ თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ არ უნდა გამოვაცხადოთ ნეიტრალიტეტი, ვინაიდან დასაბრუნებელია სოხუმი და ცხინვალი და მათი დაბრუნება ჩვენ უნდა შევძლოთ სამხედრო გზით. ამას ამბობთ, ხო ასეა? სამხედროთი კი არა, მე თუ მკითხავთ, ყველაზე კარგი ვარიანტი ბატონო გიორგი, ჩვენ რატო დაგვემართა ეს ამბები, იმიტომ რომ რუსეთს ჭირდებოდა ბუფერი ჩვენი სახით თურქეთთან და ნატოსთან. ჩვენ რო საერთოდ ჩვენი ბაზები დაგვეტოვა რუსეთის ყოფნის ქვეშ ჩვენ ამით არაფერს არ დავკარგავდით ყოფილიყო როგორც იყო ბათუმში და როგორც იყო ახალქალაქში ჩვეულებრივად ყოფილიყო ჩვენი ბიჭები სიცოცხლესაც დავზოგავდა ნამდვილ დათვას მივიღებდი ეხლა ყავს 20000 კინკილა ბიჭი რომელიც
ჩვენ ვერაფრისგან ვერ დაგვიწევ ჩვენი მეზობლებთან. აი სიმართლე თუ გინდათ არა, ერთი წამით. ის რაც უნდა გაგვეკეთებინა, ამაზე არ ვსაუბრობთ, კაცო. რაც უნდა რამდენი შეცდომა დაუშვა ქვეყანამ, ან რამდენი არ დაუშვა, ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რას მოგვიტანს ნეიტრალიტეტი და რას წაგვართმევს ნეიტრალიტეტი. ანუ თქვენი აზრით, ნეიტრალიტეტი ჩვენ გვაკვარგინებს სოხუმს და ცხინვალს, თქვენი აზრით. ვფიქრობ, იმიტომ რომ როცა შენ ნეიტრალიტეტს ამბობ, ანუ შენ იღებ ავტომობილებას, რომ სამხედრო გზა შენ აი როგორ ბერი რომ მიდის ეხლადაც. იმაში ხდება ყველაფერს, ხო ბერი რომ აღიკვეცება, ის აქაუნი მე დაახლოებით და მე ცუდი შედარება ამელა. რომ ნეიტრალიტეტს აცხადებ, ხო? კარგით, მე ეგუები რომ ის მოჩა შენი აღარ არის ტერიტორია. კარგი, მე აგიხსნით. მაშინ კარგი, მაშინ მე ჩემსაც გეტყვით. შენ რო გვიწერია ბატონო ბიოგი, აბა თქვენ რამდენად ერთ დროს ნახეთ გადატონი ირმა, ამბობდა რომ არანაირად არ შეიძლება ქვეყნის კონსტიტუციაში ეტოვოს ევროკავშირში შესვლა. თქვენ ერთხელ ნათქვამი და ჩვენ მაინც არ მიდუღებენ ამ ევროკავშირში და რაღაც გვინდა ყვილი, რა ვიცი. ევროკავშირი რა შუაშია, კაცო, ევროკავშირი რა შუაშია. არავინ არ ამბობს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არავინ არ საუბრობს. თქვენ ერთი აი არ გესმით, არ გინდათ რომ გაიგოთ რას ვამბობთ, ან უბრალოდ შეგნებულად ცდილობთ რომ რაღაცნაირად შეცვალოთ საუბარი. მეგობ კი ბატონო, მეგობა რომ აი გიხსნი, უყურე რა მომენტია. ნეიტრალიტეტით დავიწყოთ, ხო? აი უყურე. ნეიტრალიტეტი. ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვაცხადებთ ნეიტრალიტეტს და ამას აღიარებს რუსეთიც, ყველა ჩვენი მეზობელი, გაეროს უმრავლესობა და ასე შემდეგ, ჩვენ ხვდებით ნეიტრალური ქვეყანა, ვთქვათ 10 წლით. ჩვენს ტერიტორიაზე ვერ განლაგდება ვერც ერთი სამხედრო ბაზა. ჩვენ ვერც ერთ ომში ვერ ჩავერევით. სხვა ქვეყნების ომში ვერ ჩავერევით. ჩვენს ტერიტორიაზე იმ ქვეყნებს, რომლებიც ხელს მოაწერენ იმაზე, რომ ჩვენ ვართ ნეიტრალური ქვეყანა, ის ქვეყნები ჩვენს ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებას ვერ აწარმოებენ. ანუ ეს ამას უზღუდავს ზუსტად ის ხელშეკრულება, რომელზეც ისინი ხელს მოაწერენ. რაც შეეხება ტერიტორიებს, სოხუმს და ცხინვალს იგივე სტატუსი უნარჩუნდება, რა სტატუსიც აქვს დღეს. არანაირად არ აღიარებს არავინ, ვინაიდან ნეიტრალურები ხვდებით, არავინ არ აღიარებს, რომ მაშინ დაკარგული გვაქვს ტერიტორიები და წაიღოს რუსეთმა რაღაც და ასე შემდეგ. ეს საერთოდ ერთმანეთთან კავშირში არ არის. რაც შეეხება ევროკავშირს, არავინ არ ამბობს, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ, მაინც და მაინც უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრები. არასოდეს არ გვითქვამს ეს. ჩვენ ვამბობთ, რომ როდესაც დღეს ევროკავშირი რაღაცას გაიძულებს და აქ პრეტენზიები აქვს ხალხს, რომ რა უფლება აქვს ევროკავშირს, მე ყოველთვის ვეუბნები, ჩახედეთ იმ ხელშეკრულებაში, რომელზედაც ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი, ანუ ასოცირების ხელშეკრულებას ვგულისხმობ. ყველა ის პუნქტი, რასაც ჩვენ დღეს გვთხოვს ევროკავშირი, იქ არის გაწერილი და სახელმწიფოს, ანუ საქართველოს ამაზე ხელი აქვს მოწერილი. და მე ვამბობ, რომ რადგან მოვაწერეთ, უნდა შევასრულოთ. არავინ არ საუბრობს, რომ მაინც და მაინც გვინდა შეცვლა. მაგრამ ის, რომ ურთიერთობა უნდა გქონდეს კარგი, ამაშიც თქვენც მეთანხმებით და მე მგონი სხვა დანარჩენიც დამეთანხმება, რომ ყველასთან უნდა გქონდეს კარგი, ნორმალური ურთიერთობა. ამიტომ ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ყველასთან დავალაგოთ ურთიერთობა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ან რუსეთის წინააღმდეგ წავედით, ან დასავლეთის წინააღმდეგ წავედით. პირველ რიგში ყოველთვის გეუბნებით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს დაცული. არა, ეგ გასაგებია კი. და ჩვენ ინტერესებს როგორ დაიცავ თუ მხარე გახდები? არა, გასაგებია, მაგრამ თქვენ რასაც ამბობთ, რომ გაერო არ აღიარებს, ამ გაერო ეხლაც არ აღიარებს, თავარია რეალობაში გახდება. რეალობაში გაქვს ოკუპირებული ტერიტორია? ხოდა ეგ არის და მე მგონი და არა, რეალურად არის ოკუპირებული ტერიტორია, რეალურად შენ ვერ იწყებ ნორმალურ ურთიერთობას რუსეთთან, ვერ ალაგებ, იმიტომ რომ ჩვენ რო დაგველაგებინა ურთიერთობა, ნელ-ნელა აგვეწყო ეს ურთიერთობა,
ამ ურთიერთობით აგვეწყობოდა ასევე ურთიერთობა სოხუმთანაც, ცხინვალთანაც. ის ისტორიის მაგხრი მეტრო გემუშავა ბატონო გიორგი დღესაც მე თქვენი მხარდაჭერი ვიქნებოდი რომ თქვენ აქცენტი თავიდან სწორად გქონდათ რუსეთზე აღებული, იმიტომ რომ ამ ქვეყნის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი თითის დატოკება. და ეხლა სად დაინახეთ რომ ჩვენ ეს აქცენტი დავკარგეთ? არა, დაკარგული გაქვს ცალსახად, ეხლა თქვენი ნიშა არის, ეხლა შეიძლება კონსერვატორებმა დაიკავეს უკვე, იმიტომ რომ ესენი ევროკავშირი, ეს არის აი ილუზია, ბუშტი, ხო? ტყუილად აპარატი. მომისმინე, მეგობარო, მომისმინე. ჩვენ ნიშას კონსერვატორები ვერ დაიკავებენ, მათ თავიანთი ნიშა უკავიათ. მაგრამ მე კიდევ ერთხელ გიმეორებ, მე რო პირველად რუსეთში ჩავედი და ჩვენს კოლეგებს, დეპუტატებს რუსეთის დუმაში შევხვდი, მე ჩავფრინდი ვაშინგტონიდან. იმიტომ რომ ჩვენ იქ ღიად ვთქვით, რომ ჩავედით ვაშინგტონში, ღიად ვისაუბრეთ ჩვენ იქ და ვთქვით, რომ აქედან ჩავდივართ რუსეთში. იმიტომ რომ ჩვენ ყველასთან გვინდა ნორმალური ურთიერთობა. ჩვენი ფრაქცია ამ პოზიციას იკავებს. იქ გვითხრეს რა საკვირველია, ყველასთან ნორმალური ურთიერთობა უნდა გქონდეთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მეზობლებთან და ეს არის სწორი მიმართულებაა და ჩვენთვისაც ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. რო ჩაუფრინდით და შევხვდი რუსებს, რუსებმაც მითხრეს, რომ არა, ურთიერთობას ვინ გიშლით, კაცო, ვისთანაც გინდათ, ეკონომიკური ურთიერთობა ვისთანაც გინდათ, ევროკავშირთან, სხვა ქვეყნებთან, ჩვენ ეს პრობლემას არ გვიქმნის. მთავარია, თქვენს ტერიტორიაზე არ განლაგდეს სამხედრო ბაზები, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას. თქვენ გენერალურ ხარში თქვენი პარტიისა უნდა ჩანდეს, რომ აი თქვენ სული და გულით გინდათ რუსეთთან ურთიერთობა, ანუ ეს უნდა იყოს თქვენი წარმატება. არა მეგობარო, არა სწორია მეთქი. ჩვენ სულით და გულით გვინდა რომ ქვეყანა აღორძინდეს, რომ ქვეყანას რაღაც სიკეთე შემატდეს, გაიგე? ეს გვინდა სულით და გულით. არ შეიძლება მეთქი მიმხრობილი იყო რომელიღაცა მიმართულებით. ხო და მაშინ წავიდით ევროკავშირში და აშენებთ ქვეყანას კარგად განდებოდეთ. აი ეგ არის ზუსტად, აი უყურე დააკვირდით. ეს არის ზუსტად პოზიცია ადამიანის, რომელსაც, ეხლა ვერ ვიტყვი, რომ ცოდნა დაბალი დონის ცოდნა აქვს, არა, ცოდნა აქვს ადამიანს, მაგრამ ადამიანს არ ესმის ერთი რამ, რომ არ შეიძლება დღეს იქნიო ხმალი რომელიმე მხარეს მდგომმა. ეს არ მოუტანს სიკეთეს ჩვენს ქვეყანას. თქვენ გინდათ, რომ რომელიმე ჯგუფს დაუჭიროთ მხარე. აი გამოდის პოლიტიკური პარტია და ამბობს, რომ მისი მიმართულება არის დასავლეთი. და ადამიანები, აი დასავლეთი, მაშინ ჩვენ აგერ მხარში დაგიდგებით, რადგან თქვენ დასავლეთის მიმართულებით მიდიხართ. გამოდის სხვა და გეუბნება, რომ ჩვენი მხარე არის მხოლოდ რუსეთი. და გამოდიან და რადგან რუსეთი აგერ ჩვენ ვიდგებით. და სხვა არავინ არ დარჩენილა თქვენი აზრით, რომელსაც ორივე უნდა, რომელსაც უნდა რომ ქვეყანა მართლა ფეხზე დადგეს და ეკონომიკაც განვითარდეს, სწავლის დონე, ანუ განათლების დონე განვითარდეს და ამაღლდეს. ანუ ასეთი ხალხი ფაქტურად თქვენი აზრით არ დარჩენილა ამ ქვეყანაში. თქვენი აზრით ამ ქვეყანაში არის მხოლოდ ორი პოლიტიკური ვექტორი. ერთი არის პრორუსული, მეორე არის პროდასავლური და თქვენი პოზიცია გასაგებია რომ არის პრორუსული, თქვენი პოზიცია ჩემთვის გასაგებია და თანაც ამავდროულად ამბობთ რომ არ უნდა მივიღოთ ნეიტრალიტეტი, ვინაიდან ჩვენ მაშინ ესე გამოდის რომ ვაღიარებთ სოხუმს და ცხინვალს და მე გეუბნებით რომ არ ვაღიარებთ და ჩვენ არ გვექნება საშუალება არც ერთ სამხედრო ალიანსთან არც ერთ სამხედრო ალიანსს შეუერთდეთ ან რომელიმე ან სამხედრო ძალა გამოვიყენოთ ტერიტორიების დასაბრუნებლად. თან ამას ამბობთ, რომ რუსეთისკენ გინდათ და თქვენ ლოგიკაში უკვე აცდენა მოხდა, მაგრამ ამასაც თავი დავანებოთ. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ არა მხოლოდ რუსეთი, იმას რო ეუბნები, რომ არა მეგობარო, მხოლოდ რუსეთი არა, რუსეთი აუცილებლად, მაგრამ რუსეთთან ერთად სხვა დანარჩენი ქვეყანა. კაცი გეუბნება, კარგი, მაშინ წადით და იყავით ევროკავშირთან. აი სად არის აქ ჩემს ლოგიკაში ეს არ ჯდება. რამდენად ჯდება ეს ახლა
საღად და ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის ლოგიკაში. მე თქვენ გეუბნებით, რომ იმასთანაც უნდა იყო და ამასთანაც და თქვენ მეუბნებით, რომ რადგან ამასთანაც უნდა იყო, მაშინ სულ მხოლოდ და მხოლოდ ეს მიმართულება აირჩიეთ და წადით იქ და იმასთან იყავით. როგორ უნდა აგიხსნათ ახლა სხვა ზოგადად საგარეო დაბალანსების პოლიტიკა რა არის? აი როგორ უნდა აგიხსნათ, როცა თქვენ ელემენტარული არ გინდათ რომ გაიგოთ. სამწუხაროდ. და ესეც იმიტომ კი არა რომ თქვა ცოდნა არ ყოფნით. არა, უბრალოდ თავიდან დაიკავეთ პოზიცია და ეხლა პრინციპულად გიკავიათ ეს პოზიცია. და ჩვენ თავიდანვე, აი და თქვენ ერთი რამე გეშლებათ უბრალოდ. ჩვენ იმ თავიდანვე იგივე პოზიცია გვეკავა. და ზოგადად ჩვენ ერთადერთი პარტია, რომელიც არ დახტის იქით-აქეთ. ჩვენ თავიდანვე გვეკავა პოზიცია, უბრალოდ იმ თავიდან, როდესაც ყველა რუსეთის წინააღმდეგ იყო, როდესაც ჩვენი მხრიდან გაჟღერდა, რომ რუსეთთან უნდა დაალაგდეს ურთიერთობა, ზოგიერთმა აღიქვა, რომ ჩვენ პრორუსული ძალა ვართ და მარტო რუსეთის მიმართულებით მივდივართ. და ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთთან აუცილებელია ურთიერთობა, აუცილებელია, მაგრამ სხვა ქვეყნებთანაც აუცილებელია ურთიერთობა. და ეს ერთმანეთს ხელს არანაირად არ უშლის და ჩვენს ქვეყანას მხოლოდ წაადგება. თუ ვინმეს ამის გაგება უნდა გაიგებს და კარგია, ну ვისაც არ უნდა, ხო რას იზავ. ესე იგი ვერ გაიგებს და იქნება რომელიღაცა მხარეს, ან დასავლეთის მხარეს, ან რუსეთის მხარეს. არ ვიცი, ну ყოველ შემთხვევაში ჩვენი პოზიცია ასეთია და დამიჯერეთ ძალიან ბევრი ადამიანია და მე შემიძლია გითხრათ, რომ უმრავლესობაა საქართველოში ისეთი, ვისაც ნორმალური ცხოვრება უნდა და ნორმალური ცხოვრება არის შესაძლებელი მხოლოდ ნორმალური ურთიერთობით ყველა ქვეყანასთან, მეზობლებთანაც, არამეზობელ ქვეყნებთანაც, ოღონდ ნორმალური ურთიერთობა. კეთილი, კარგი, ჩვენი დრო ამოიწურა, მადლობა რომ რეკავთ, მადლობა რომ გაგაჩნიათ თქვენი კრიტიკული შეხედულება რაღაც საკითხების მიმართ, ეს ძალიან მოსაწონია და ყოველთვის საინტერესოდ ხდის გადაცემას. მადლობა რომ რეკავთ, ჩვენი დრო ამოიწურა, მე თქვენ შევხვდებით ორ შაბათს, ვიქნები 8:30-დან 10:30-მდე. კარგად ბრძანდებოდეთ.